ირაკლი კობახიძე მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე. სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით. ევროპისა და აზიის ხიდი. სატრანზიტო ფუნქციის გარდა ორი კონტინენტის ციფრული ჰაბიც. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. დერეფანი ყველა მიმართულებით. საქართველოს პრემიერი საქართველოზე. ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომი რა ხდება ამერიკასა და ევროპას შორის. ტრამპის ინტერესები მთელ მსოფლიოში. ეს არის ამერიკის ხელახლა გამდიდრების დასაწყისი. ჩვენი ერი მოითხოვს, რომ ფოლადი და ალუმინი დამზადდეს ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. 25%-იანი ტარიფი ყველა ქვეყანას ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. რითი უპასუხებს ვაშინგტონს ბრიუსელი. მაიდნის სცენარი, შვედი პოლიტიკოსის მოწოდებები. პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყოველდღიური იყოს. გახსოვთ რევოლუცია უკრაინაში. იქ ძალიან დიდი პროტესტი იყო მაიდანზე. სად მიდის დონორების ფული? ამჯერად შვედური კრონი. ჩარევის გარდა არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს. ეს არის საქართველოში არეულობა, დესტაბილიზაცია. რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. რას წერს შალვა პაპუაშვილი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 11 თებერვალია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აზია ორი კონტინენტის ხიდი, მთავარი სატრანზიტო კვანძის გარდა უკვე ციფრული ჰაბით. საქართველოს ახალი განაცხადი მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე. ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყანა ზღვით და უნიკალური დერეფანი დანარჩენი მსოფლიოსთვის. შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი. საქართველოს პრემიერი დუბაის სამიტ საზღვრების გაზიარებაზე ესაუბრა და ჩამოთვალა ის პლუსები, რომლებითაც მსხვილი კაპიტალი უნდა დაინტერესდეს და ინვესტიციები ჩადოს საქართველოში. 140 ქვეყნის დელეგაცია, სახელმწიფოებისა და მთავრობების 30-ზე მეტი მეთაური, სულ 6000 დელეგატი ირაკლი კობახიძე ეკონომიკურ ალიანსებს და საერთაშორისო პარტნიორებს მომავალზე გათულ კავშირებს თავაზობს და ამჯერად არაბთა გაერთიანებული საამიროების ტრიბუნიდან საუბრობს, რომ საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით არ არის მიმზიდველი. ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე, რომელიც ქვეყნის პოტენციალს უფრო ძლიერს და დინამიკურს ხდის. მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვედრებიც ჰქონდა დუბაიში. საამიროებს ხვთავთ პირდაპირ ეთერში შოთა ფალავანდიშვილი მოგუყვება, რა იყო მთავარი ამ შეხვედრებზე და რითი პოზიციონერებს საქართველოს მსოფლიოს ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგი გლობალურ მთავრობათა სამიტზე დღეს საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გარდა მაღალი რანგის შეხვედრებისა, როგორც ბიზნეს წრეების, ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, პრემიერმა დღეს სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს. ირაკლი კობახიძემ მთავარი აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რა სტრატეგიული პოზიცია უჭირავს რეგიონში ქვეყანას, რაც მიმზიდველ გარემოს ქმნის ყველა სახის ინვესტორისთვის სამომავლოდ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის შეფასებით ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობის მაგალითია ის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს. Despite the challenging geopolitical environment, our government has remained steadfast. რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პარტნიორობა გვაკავშირებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ინტერესები და მიზნები. ჩვენი ხედვა და საერთო მისწრაფებები მყარ საფუძველს ქმნის თანამშრომლობისთვის, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს და ხელს უწყობს გლობალურ პროგრესს. საქართველო ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში.
ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის. ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია იმ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციას ითვალისწინებს საქართველოში. 6 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალ დაბანდება განხორციელდება MR Group and Eagle Hills-ის მიერ. 2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის, ხელშეწყობისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები, სტაბილური ბიზნეს გარემო. ირაკლი კობახიძემ სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად საქართველო 2021-23 წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა 9.7%-იანი საშუალო მაჩვენებლით. წინასწარი შეფასებით 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ამასთან ერთად საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენი მთავრობის პირობებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი იქონია ბიზნესისადმი, კეთილმეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში. მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პროცესი გაგრძელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც პროგრესისა და მდგრადობისადმი ჩვენი ერთგულებით არის განპირობებული. ხსენებული მიღწევები ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს მეტად ძლიერი, დინამიური და მომავალზე გათვლილი ეკონომიკის შესაქმნელად. პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე. საერთაშორისო დაკავშირებადობა და პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს ციფრული ჰაბი გახდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დერეფნის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ბუნებრივად აქვს ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, საქართველოსა და მისი პოტენციური პარტნიორებისთვის დადებითი ბენეფიტების მომტანია. Georgia can serve as a natural bridge საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომელსაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. ამ ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მიესალმება ინვესტიციებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მსხვილი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების დაინტერესებას საქართველოში ინვესტირების თვალსაზრისით. აბუ-დაბის პორტების გაერთიანებამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თბილისში მშრალი პორტის შესაქმნელად. ლოგისტიკისა და ინტერმოდალური ტრანსპორტირების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გამოყენებით. ამ ინიციატივის მიზანია თბილისი გადაიქცეს სტრატეგიულ შიდა კვანძად, რომელიც შავ ზღვაზე საქართველოს პორტებს დააკავშირებს ფართო რეგიონის სავაჭრო ქსელებთან სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით. ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით. საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა ირაკლი კობახიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს სამომავლოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. დელეგაციის წევრები, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ მსგავსი ფორმატები პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებთან დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ქუვეითიდან ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია, ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი უფრო დიდია, კერძოდ ეს შეიძლება იყოს
სავაჭრო მიმართულებით, შეიძლება დამატებითი ინვესტიციები საქართველოში. ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ პოტენციალურ პროექტებს, რომელიც შეიძლება საქართველოში საინტერესო იყოს ქუვაითელი ინვესტორებისთვის. ეს პლატფორმა საქართველომ გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები გაგვეჟღერებინა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რაც აქვს საქართველოს, რასაც თავაზობს გლობალურად სამყაროს, იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია. რიგით მე-12 მსოფლიო მთავრობათა სამიტს დუბაი მასპინძლობს. საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები თუ საერთაშორისო დონორები ვინ უფრო დიდ გავლენას ახდენს ქვეყნებზე და მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესებზე. USAID-ის სკანდალმა შესაძლოა დომინოს პრინციპით იმოქმედოს და გამოაშკარავოს ყველა ის მილიონი, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის მთავრობის, არამედ სხვა ქვეყნების ბიუჯეტიდან გადიოდა სხვადასხვა NGO-ების დაფინანსებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა შვედეთი, რომლის ფულიც სხვა არასამთავრობოებთან ერთად იხარჯებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოში. წახალისა თუ არა შვედეთმა, რომელიც ყოველ წელს 100 მილიონზე მეტ კრონს გამოყოფდა საქართველოსთვის თბილისში მოვლენების განვითარების რადიკალური სცენარი. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გასული წლის 4 ნოემბერს საქართველოს დახმარება შეაჩერა. 11 ნოემბერს კი შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს და ახსენა უკრაინული მაიდანიც. ყველა რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას. აცხადებს დღეს შალვა პაპუაშვილი, რომელსაც არგუმენტად მოყავს სწორედ შვედი დეპუტატის ერიკ ოტოსონის სიტყვები. თუ ევროპული დემოკრატიის და ევროპული იდეების გწამთ, ქუჩაში უნდა იყოთ. შვედი პოლიტიკოსის ინტერვიუს ეს ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა. შალვა პაპუაშვილისთვის ერიკ ოტოსონის პოზიცია უკრაინული მაიდნისკენ პირდაპირ მოწოდებები და რადიკალიზმია. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყოველი რადიკალი NGO-ს უკან რადიკალი დონორი დგას და ამ კონტექსტში საერთაშორისო გამჭვირვალობას ახსენებს. აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის უკან სწორედ შვედეთის ხელისუფლება დაფინანსება. შალვა პაპუაშვილისთვის საინტერესოა ისიც, რომ ერიკ ოტოსონის მოწოდებებს შვედეთიდან არავინ გამიჩნია. შვედმა დეპუტატმა ინტერვიუ ერთ-ერთ მედია საშუალებას მისცა და თბილისში მიმდინარე აქციების გაფართოებაზე და პროტესტის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. თუ სახლში ხეთხართ და უყურებთ ამ გადაცემას, იცოდეთ, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყოველდღიური იყოს. გახსოვთ რევოლუცია უკრაინაში, ძალიან დიდი პროტესტი იყო მაიდანზე. ძალადობით მოხდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ თქვენ არასოდეს უნდა მიმართოთ ძალადობას. თქვენ უნდა დაანახოთ მსოფლიოს თქვენი აღშფოთება. გადით ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით. პროტესტი უნდა გაფართოვდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას სრულად იზიარებს. ამბობენ, რომ შვედ პოლიტიკოს კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს და ეს მაშინაც გამოიხატა, როდესაც ის ოპოზიციასთან ერთად პარლამენტის წინ გამართულ აქციას შეუერთდა. ქართული ოცნების წევრების თქმით, რადიკალური მიზნებისთვის ხშირად სწორედ შვედური ფინანსები იხარჯება. რევოლუციურ სცენარებს და მაიდანის სცენარებს დღემდე ეტრფიან და უნდათ აი შვედეთის წარმომადგენლებს. არ გამიგვირდება აი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაშიშვლებული ცალკეული დაფინანსებებში ჩვენ ამოვიკითხოთ მათ შორის შვედეთის მთავრობის გარკვეული პირები, ვინც ფინანსდებოდნენ. აი ეს არის ლომჯარიები, კიდევ ვინ არის კაპიტანის გიგაური სულ მავიწყდება. და დანარჩენები ვინც არიან? შეგეხოთ, ხო? ტრამპის მახვილი. შვედეთის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციაში. პარტიების ნაწილი უცხოელ პოლიტიკოსებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, ნაწილისთვის კი ნებისმიერი ფორმით ძალადობაზე საუბარი მიუღებელი აღმოჩნდა. ნებისმიერი ძალადობრივი მოწოდება, ნებისმიერი ძალადობა, ვისგანაც არ უნდა იყოს. ნებისმიერი მოწოდება ძალადობაზე არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ გვმობთ ნებისმიერ ძალადობრივ მოწოდებას. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ბატონმა ერიკამ, ის რომ დღეს პროდასავლო ეროვნული ძალები და საქართველოს მოქალაქეები გამოთქვამენ პროტესტს ძალადობრივი და გამყალბებელი რეჟიმის წინააღმდეგ, ეს გაგრძელდება. ცალკეული პირების და ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მე რა თქმა უნდა პასუხს ვერ გავცემ, მაგრამ მე ვარ მადლობელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმისათვის, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ძლიერი პარტნიორები. სამთავრობო გუნდისთვის შვედი დეპუტატის განცხადება არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ
ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის სურვილების გახმოვანებაცაა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ვერავინ შეძლებს საქართველოს უკრაინიზაციასა და ვერც მაედნის შესაბამისი პროცესების განვითარებას. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება არც უკრაინიზაცია. თქვენ ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ არ დაუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დაუშვათ რაც თავარია მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე ძალიან უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს უნდათ დღემდე. ჩარევის გარდა არის კიდევ ერთხელ გამჟღავნება იმ სურვილების, რაც არსებობს კონკრეტული პოლიტიკოსების თავში საქართველოსთან მიმართებაში. მათ შორის მაიდნის სცენარი, რომელიც არამხოლოდ განიხილებოდა, გამზადდებოდა კიდეც საქართველოსთან მიმართებაში და ეს არის კიდევ ერთი აღიარება და იმ სურვილების ხმამაღლა გაჟღერება, რაც ამოქმედებთ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ესე მონდომებით წუხან საქართველოს მომავალს. სახელისუფლებო პარტია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს მიღმა მყოფ ძალებს მოუწოდებს პატივისცენ საქართველოს სუვერენიტეტს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამასობაში მსოფლიო ტრანსატლანტიკური სავაჭრო ომის წინაშე დგას ძველი ტარიფები აღარ მოქმედებს. ძალაში შედის ამერიკის ახალი საბაჟო გადასახადი. 25% ყველა ქვეყნისთვის ჯერ ალუმინისა და ფოლადის ექსპორტისთვის შესაძლოა ამას მოყვეს მედიკამენტები, სხვა ფარმაცევტული ნაწარმი და ჩიპები. მათ შორის არიან ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორები პრეზიდენტობის 3 კვირა და 3 ზალპი. ჯერ იყო კოლუმბია, კანადა და მექსიკა, შემდეგ ჩინეთი და ახლა უკვე ყველა ქვეყანა, მათ შორის იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი. ტრამპის გადაწყვეტილებამ მხოლოდ ევროპის ქვეყნებს შესაძლოა 190 მილიარდი ევრო დაუჯდეთ, ამიტომ ახლა ყველა ელოდება რა პასუხს გასცემს ვაშინგტონს ბრიუსელი. მკაცრი და პროპორციული ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე შეუთვალა დონალდ ტრამპს, რომ ამას სწრაფად მოყვება რეაქციები ევროპაში. თუმცა 57 პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ არ იქნება არც ამის წინააღმდეგ. რითი დასრულდება ამერიკის ხელახლა გამდიდრების იდეა სატარიფო ომით. კონკრეტული პასუხი არავის აქვს, მათ შორის არც საქართველოში, თუმცა ოფიციალური თბილისს იმედი აქვს, რომ ბრიუსელს ახლა დრო აღარ დარჩება სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევისთვის. დოკუმენტი ხელმოწერილია ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა მორიგი რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღო. დონალდ ტრამპმა ყველა სახელმწიფოსთვის ფოლადისა და ლითონის იმპორტზე 25%-იანი გადასახადი დააწესა. თანხის გადახდა იმ ქვეყნებსაც მოუწევთ, რომლებიც ამ დრომდე საბაჟო კვოტების ფარგლებში გადასახადს არ იხდიდნენ. გამონაკლისი შესაძლოა მხოლოდ ავსტრალია გახდეს. ლითონის შემდეგ შტატების პრეზიდენტი ტარიფების დაწესებას მედიკამენტებსა და ჩიპებზეც გეგმავს. ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე დააწესა ჩრდილო ამერიკული სტანდარტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში მხოლოდ გადადნობილი და დამუშავებული მეტალი შევა. დიდი საქმეა, ეს არის ამერიკის ხელახლა გამდიდრების დასაწყისი. ჩვენი ერი მოითხოვს, რომ ფოლადი და ალუმინი დამზადდეს ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. საბოლოოდ ეს უფრო იაფი იქნება, ეს არის 25%-იანი გამონაკლისებისა და შეღავათების გარეშე. ეს ეხება ყველა ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მალევე მოხვა უკმაყოფილება ევროპაში. ევროკომისიის პრეზიდენტმა მტკიცე და პროპორციული საპასუხო ზომების მიღებაც დაანონსა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს. ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე დააწესოს ტარიფები ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე. ტარიფები გადასახადებია, რაც ბიზნესისთვის ცუდია და კიდევ უარესია მომხმარებლებისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ საფასუხო ზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს დასაქმებულებს, ბიზნესსა და მომხმარებლებს. მაშინ როცა ევროპა ტრამპის გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებს, ქართულმა ოპოზიციამ შეფასების გაკეთებას თავი აარიდა. ხელისუფლების ოპონენტებმა თქვეს მხოლოდ ის, რომ ევროპა და ამერიკა ურთიერთობას თავად დაალაგებენ. მათი თქმით, საქართველოს დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას. ევროკავშირი ან ამერიკა ერთმანეთს რასთან დაკავშირებით რა ტარიფს დაუწესებს, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი არის როგორმე საქართველოს
გამოვიყენოთ ამ პოლიტიკური იზოლაციიდან. რა დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა და რა ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი ამაზე ქვეყნის შიგნით ჩაიხედონ და თავის პრობლემებს მიხედონ ჩვეულებრივი პროტექციონისტული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ბაზრის განვითარებაზე. სხვა ამაში არაფერი შეთქმულებითი არ ყრია. ეკონომიკური ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ასე აფასებენ მმართველ გუნდში დონალდ ტრამპის მიერ ლითონის იმპორტზე ტარიფების დაწესებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და გადასახადებს შესაძლოა მალე ევროკავშირის მისამართით ამერიკული სანქციებიც მოხვდეს. ამ ეტაპზე ტრამპის უპირველესი პრიორიტეტი არის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომების დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გველით, ანუ რამდენიმე თვეში დაახლოებით ევროპასთან დაკავშირებით უკვე მკაფიო ამერიკის პოლიტიკის გამოკვეთას, მათ შორის ჩვენ გვაქვს ამისი მოლოდინი, რომ სანქციები შესაძლოა თუ იქნება სანქციები, მაგრამ უპირველესად ტარიფები, კვოტები და ასე შემდეგ იქნება მისი პოლიტიკის ეკონომიკური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე იმედს იტოვებს, რომ ტარიფების დაწესება ევროპას საკუთარ პრობლემებზე მეტად დააფიქრებს და ნაკლებად ჩაერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, ამის გაგრძელება, ეს პროცესები, რაც უკავშირდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ ყველაფრის გამოხატულება იყო ის უსამართლო თავდასხმებიც, რომლებსაც ჩვენ ხედავდით საქართველოს მიმართ. იქ, სადაც სუვერენიტეტი არ აქვს, სათანადოდ ევროკავშირის უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ბევრია, როგორც აგრესული მოვლენა, ასევე უსამართლობა. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის 65%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი მესიჯი ჩამოეშალათ, დანარჩენ შევხედოთ. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა ტარიფების დაწესების შესახებ დოკუმენტს ხელი 10 თებერვალს მოაწერა. დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში 4 მარტიდან შევა. დღე მეორე დაკითხვები გრძელდება გენერალურ პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობისა და კიდევ 3 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემთა რიგი დგება, თუმცა ჯერ გამოიკითხა მხოლოდ 2. მინიმუმ 6 საათი სწორედ ეს დრო დაჭირდა თითოეულ მოწმეს იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიებისთვის კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა. მოწმე ნომერი 1 ნანა კაკაბაძე, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ირწმუნება, რომ ხელისუფლების ოპონენტები უკვე 13 წელია სხვადასხვა გზით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გარდა ბოლო 13 წლის პერიოდს ერთობლივად იძიებს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუსი. ძალოვანი უწყებების მიმართულება საბოტაჟია, როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში გარე ძალების დაფინანსებითა და ინსტრუქტაჟით, ხელისუფლების შეცვლის მცდელობა რევოლუციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობით. მოწმე ნომერი 2 ვატოშა ქარაშვილია, ნეიტრალური საქართველოს ლიდერი, თითქმის 9 საათია იმყოფება პროკურატურაში. ოპოზიცია ამ გამოძიებასაც არასერიოზულად უყურებს. ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ ყოფილი ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში საკმარის მტკიცებულებებს იპოვის. აუცილებელია შეიქმნას პრეცედენტი, რომ ჩვენი ქვეყნის ღალატი, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება სხვის სასარგებლოდ და ფინანსური ინტერესების გამო იქნება დასჯადი. ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელი მეორე მომჩივანია, ვინც საგამოძიებო უწყებას საქართველოში მოქმედის შესაძლო ჯაშუშური ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას ბოლო 13 წლის განმავლობაში 4 ოპოზიციური პარტიის სავარაუდო რევოლუციურ გეგმებზე კონკრეტული მტკიცებულებებით წარუდგინა. საუბარია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მოხლებით მიმდინარეობს. საგამოძიებო ჯგუფის შიდა და გარე აქტორების მხრიდან სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეისწავლის, საზოგადოებრივი მოძრაობა კი ყველა დამნაშავე პირის გასამართლებას ითხოვს. USAID, NEDI და სხვა ფონდები, რომელიც ფინანსდება და ივსება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა დოლარებით, სხვადასხვა ქვეყანაში და კერძოდ საქართველოსა და უკრაინაში ირიცხებოდა იმისათვის, რომ აქ მომზადებულიყო რევოლუციური პროცესები. ახარიამ, ხაზარაძემ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც მათ ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის წინაშე.
გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ ბრალდების ადრესატები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ახლა პროკურატურამ სუსმად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეისწავლოს, ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებაში აღძრულ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ისინი არიან უბრალოდ პოლიტიკური ვერდიქტის გამომტანი უწყებები, მათ აღარაფერი აღარ აქვს საერთო სამართალთან და კეთილსინდისიერ გამოძიებასთან. ეს არის ახალი სპექტაკლის დადგმის მცდელობა. წესით პროკურატურა უნდა იძიებდეს იმ ადამიანების ქმედებებს, განსაკუთრებით იმ განცხადებლების. ოპონენტებს კი დღეს სახელმწიფო გუნდიდან შეახსენეს, რომ 4-ვე ბარიერ გადალახულ პარტიას გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მაინც მოუწევს. მართველი პარტია დარწმუნებულია იმაშიც, რომ სამი უწყებისგან დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფი ყველა იმ პოლიტიკოსის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხს დააყენებს, ვინც უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შესაძლო რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობს. მათ მოუწევთ პროკურატურას მისცენ ჩვენება, თუ ამ დაფინანსებას ვისგან იღებდნენ, რა მოტივაციით, რა მიდგომით, რა დაკვეთით ასრულებდნენ შემდეგ. რა შინაარსი იყო ეს დაკვეთა, რა ის ძალადობა, ჩამოშლა იმის, რა ქვია, სახელმწიფო ინსტიტუციების ძალოვან უწყებებზე გალაშქრება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ეს ადამიანები დემოკრატიის სახელით და თავისუფლების სახელით ფუთავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალას. ამას აკეთებდნენ ზუსტად 2003-2012 წლებში. ზუსტად ამის მცდელობა აქვს ამ ძალას, გარედან მართულ ძალას ჩვენს ქვეყანაში ეხლაც. პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას რელევანტურად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაზიანების კოორდინირებულ მცდელობებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ხედავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატება შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დაშადი. ზოგადად ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირ საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოძიებასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს შეიძლება ბუნებრივია გამოძიება. ყველამ უნდა უზრუნველყოს იმ ინფორმაციის გაზიარება და მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების სრულყოფილა წარმართვისთვის. იმედია, რომ თანამშრომლობა იქნება კონკრეტული ჯგუფების მხრიდან საგამოძიებო ორგანოსთან. პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2-318 და 319 მუხლებით დაიწყო, რაც საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში უწყებამ საჩივრის ერთ-ერთი ავტორი ნანა კაკაბაძე გამოკითხა. ის ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთან პირველი იყო, ვინც 4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მეორე პარალელური გამოძიება საპარლამენტო კომისია, რომელმაც სამთოში უნდა გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები სრულად დაკომპლექტებულია. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტით ხალხის ძალის 2 და ევროპელი სოციალისტების 1 წევრი შევიდა. ვაკანტურია კიდევ 2 ადგილი. ამ მოცემულობით გახარიას პარტიას კიდევ აქვს დრო მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო მუშაობაში, თუმცა არც პარლამენტში შედიან და არც მანდატებზე აპირებენ უარისკმას ახლო მომავალში. საგამოძიებო კომისია პირველ სხდომას ხუთშაბათს ჩაატარებს. კომისიის წევრები ორგანიზაციულ საკითხებზე იმსჯელებენ, აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, გაიწერება დღის წესრიგი და საქმიანობის მეთოდოლოგია. მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კომისიის მუშაობაში მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგია. შედეგი რა თქმა უნდა იქნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის, რომელიც მძინვარებდა ჩვენს ქვეყანაში 2003-2012 წლებში, სამართლებრივადაც თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენთვის მაგალითად კეძერაშვილი იქნება თუ ადეიშვილი, როგორ დასეირნობენ სხვა ქვეყანაში და მათ შორის იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებშიც კი და საერთაშორისო ღონისძიებებშიც კი, რაც კატეგორიულად კიდევ ერთხელ კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ თავმოყარე ქვეყნისათვის. ამავდროულად იმისათვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ მთლიანად რეჟიმი გამართლდეს, ამისთვის არის საჭირო ზუსტად რომ ის მექანიზმი იყოს ამუშავებული, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქმნის. უკვე განსაზღვრულია კომისიის წევრების კვოტები. რეგლამენტის თანახმად კომისიაში უმრავლესობის და ოპოზიციის თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს. ჯგუფში ოპოზიციური კვოტით ხალხის ძალის 2 და ევროპელი სოციალისტების 1 წარმომადგენელი იქნება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ყველა იმ კითხვაზე გაეცეს პასუხი, რაც ამდენი წლის განმავლობაში დარჩა უპასუხო. 2008 წლის ომი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
და ყველაფერი უნდა გავარკვიოთ იმისთვის, რომ მსგავსი რამე მეორედ არ გაგვემართოს. ამას საზოგადოება 12 წელია ელოდებოდა, რომ ბოლოს და ბოლოს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველოშიც და უცხოეთშიც დაუმტკიც და ბრალეულობა და დანაშაულები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას. და თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი გზებით. 8 წევრიან კომისიაში ვაკანტური რჩება ოპოზიციისთვის განკუთვნილი კიდევ 2 ადგილი, რომლის დაკავების შესაძლებლობა გიორგი გახარიას გუნდს აქვს. პარტია საქართველოსთვის წევრები საპარლამენტო მუშაობაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, არც კომისიის შემადგენლობაში იქნებიან. საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას არაპირებს არც ნაციონალური მოძრაობა. ის რაც არ უნდა შეცდომა მოუსწრო და თქვა ვინმეს, მაინც საქართველოს მთავრობაა და ნებისმიერი ქმედება, რომელიც გაამტყუნებს იმდროინდელ საქართველოს, ნიშნავს საქართველოს გამტყუნებას. ჩვენ ზოგადად არათუ ამ კომისიაში, არამედ საერთოდ ამ თვითაღიარებული პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მას შემდეგ, რაც დაინიშნება ხელახალი არჩევნები და ქართულ ხალხს ეყოლება საკუთარი სრულუფლებიანი წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, დანარჩენ გამოძიებებზე მერე ვისაუბროთ. უმრავლესობისთვის საკითხს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური მდგენელი აქვს. ქართულ ოცნებაში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ. იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან. არსებობს კანონი ქვეყანაში და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ასე რომ არის თანამშრომლობენ და მიდგომები იქნება სამართლებრივი. ერთია როგორც ერთია ის სისტემური დანაშაულებები და ეს უკვე დადასტურებულია ბევრი ინსტანციის მიერ, რომელსაც ისინი ჩადიოდნენ როგორც ფიზიკური პირების მიმართ, ასევე იურიდიული პირების მიმართ, იქნებოდა რეკეტი, წამება და ასე შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიზოდი და არის უამრავი კითხვა და ამ უამრავ კითხვას ვსვამთ. უამრავი კითხვა არის, რომელ კითხვაზეც მათ პასუხისგაცემა მოუწევთ და ეს იქნება საჯარო. 2003-12 წლებში ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია 3 თვის განმავლობაში იმუშავებს. საბოლოოდ მომზადებული დასკვნა კი პროკურატურას გადაეგზავნება. ამერიკული იარაღი უკრაინისთვის უფასო აღარ იქნება. დონალდ ტრამპთან უკრაინაში ომის დასრულება სურს და თან ღიად გამოხატავს მის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის სურვილს. უკრაინის ტერიტორია, რომელიც მდიდარია იშვიათი მეტალებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის სამიზნე ოღონდ აქცენტი კეთდება ბარტერზე. თუმცა ამერიკის მიერ დახარჯული $100 მილიარდი გაქუთვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასრულდება რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომი. დონალდ ტრამპმა კი ჯერ არ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი. შეიძლება მოილაპარაკონ, შეიძლება ვერა. ისინი შეიძლება როდესღაც რუსეთში აღმოჩნდნენ, ან შესაძლოა არც აღმოჩნდნენ რუსეთში. აცხადებს დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში და პირდაპირ მიანიშნებს, რომ მისი მთავარი ინტერესია ომში დახარჯული ფულის კომპენსაცია უკრაინის წიაღირსეულით, ნავთობითა და გაზით. ჯერჯერობით არ ხმაურდება, რა სქემით აპირებს ამის მიღწევას ამერიკის 47 პრეზიდენტი, თუმცა კონტაქტები რომ ინტენსიური გახდა, ამაზე მოწვევს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეერთებული შტატების ელჩის გამოჩენა რუსეთის საგარეო უწყებაშიც. დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინა შესაძლოა რუსეთის გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Fox News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იმის მიუხედავად თუ როგორ დასრულდება ომი, უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა უნდა კონდეს. იმისთვის, რომ ამერიკამ კიევის სამხედრო მხარდაჭერისთვის დახარჯული ფული უკან დაიბრუნოს. მე მინდა, რომ ჩვენი ფული დაცული იყოს, იმიტომ რომ ჩვენ $100 მილიონ ვხარჯავთ. უკრაინელებს შეუძლიათ შეთანხმება დადონ, ასევე შეუძლიათ შეთანხმება არ დადონ. ერთ დღეს შესაძლოა რუსეთის გახდნენ, შესაძლოა არ გახდნენ, თუმცა ჩვენ იქ ფული გვექნება და მე ვამბობ იმას, რომ ამ ფულის დაბრუნება მინდა. მათ განსაკუთრებით ძვირფასი მიწები აქვთ, იშვიათი მეტალებით, ნავთობით და ბუნებრივი აირით. მე მათ ვუთხარი, რომ მინდა ამის ექვივალენტი, მაგალითად $500 მილიონი ღირებულების იშვიათი წიაღისეული ლითონების სახით. ისინი ამაზე დამთანხმდნენ. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მიღება სურს. საკითხზე სასაუბროდ ზელენსკის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance მიუნხენში 14 თებერვალს შეხვდება. 20 თებერვალს კი კიევში უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კიტ კელოგი ჩავა. უკვე ცნობილია უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაც. ზელენსკი თანახმა ამერიკელ პარტნიორებს წიაღისეულზე წვდომა დახმარების სანაცვლოდ მისცეს. მიუნხენის კონფერენციაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს და ტრამპის გუნდს შევხვდები. ჩემს გუნდსაც ექნება ცალკეული შეხვედრები და მოლაპარაკებები. ამის შემდეგ პროცესი უკრაინაში გადმოინაცვლებს. აქ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავებთ. პრეზიდენტ ტრამპთან დიალოგისთვის და შეხვედრის ორგანიზებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ვაწარმოებთ. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ როდი შედგება ეს შეხვედრა.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე ტრამპს გერმანიის კანცლერი ესაუბრა. ინფორმაცია გერმანულმა ტელეარხმა NTV-მ გაავრცელა. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შოლცმა ტრამპს მოუწოდა კიევის სამხედრო დახმარება გააგრძელოს. თადი ევროპაში გერმანია უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერია. ჩვენ ასეთად დავრჩებით. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ მომავალში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ევროპის ქვეყნების ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე კვირას ბრიუსელში და მიუნხენში მოლაპარაკებებს ამერიკულ მხარესთან გამართავენ. ცნობილი ხდება, რომ შეხვედრამდე ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა, რათა ჯერ ევროპის სახელმწიფოების პოზიციებს გაეცნოს. საერთაშორისო გამჭვირვალობამ კორუფციის აღქმის ინდექსი 2024 გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს წელსად პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 53 ადგილი დაიკავა. საქართველოს ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსის თანახმად ქვეყანა რეიტინგში უთანაბრდება პოლონეთსა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 11 სახელმწიფოს. ინდექსის მიხედვით საქართველო არის გამორჩეული ქვეყნების შორის, არის რეგიონალური ლიდერი, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა, აგრეთვე საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს და აქვს შესანიშნავი მიღწევა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ ჯამში 11 სახელმწიფოს და ამ თვალსაზრისითაც არის განსაკუთრებული. საქართველო წლიდან წლამდე აჩვენებს მაღალ შედეგებს ანტიკორუფციული მიმართულებით. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინდექსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ სამთავრობო გუნდს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს, რაც ყველამ უნდა დაიჯეროს, განსაკუთრებით მათ, ვის გამოც ჯერ კიდევ არ აქვს საქართველოს უმაღლესი შეფასებები. 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოჩნდეთ. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუწდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამო ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები ვურჩევ, დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ. კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგი ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების კუთხით საქართველოს მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მონაცემები World Statistics-მა გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველოს შემდეგ მოდის ევროპის სამი ქვეყანა შვეიცარია, ჩეხეთი და დანია. World Statistics-ი რეიტინგების შექმნისთვის გაეროს, მსოფლიოს ბანკის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს იყენებს. პიტ მილანო 2025 დასასრულს უახლოვდება. საქართველოს საკუთარი ტურისტული პოტენციალი ევროპის კიდევ ერთ გამოფენაზე წარადგინა. 3 დღის განმავლობაში უცხოელ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა შეხვედრები გამართეს უცხოელ კოლეგებთანაც. პიტ მილანო ევროპის ერთ-ერთი უძველესი ტურისტული გამოფენაა, სადაც ყოველ წელს 40,000-ზე მეტი ვიზიტორი ჩადის. 40,000 ვიზიტორი 50 ქვეყნიდან. მილანის მასშტაბური ტურისტული გამოფენა დასასრულს უახლოვდება. პიტ მილანო 2025-ზე 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა წარმოდგენილი. მათ შორისაა საქართველო, რომლის სტენდთანაც მესამე დღეა ხალხბრალობა. ეს გახლავთ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი გამოფენა 45 წელია არც გვაქვს. მთელი 3 დღის განმავლობაში შეხვედრები ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან იმისთვის, რომ ბევრად მეტი ტურისტი მომიწვიოთ საქართველოში. ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. შეხვედრები ტურისტულ და მარკეტინგულ კომპანიებთან, სხვადასხვა თემატური სტენდები. პიტ მილანო წინა წლების მსგავსად მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. ქართულმა კომპანიებმა უცხოელ კოლეგებს
ექსპერტსა და დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს. ძალიან არის გაზრდილი ინტერესი იტალიიდან. ფრენები აპრილიდან იქნება EasyJet-ის მილანიდან თბილისის მიმართულებით და ძალიან აინტერესებთ ეს ფაქტი დამოსწონთ იტალიელებს. მილანის გამოფენაზე საქართველოს 6 ტურისტული კომპანია წარმოადგენს. გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველოს არაერთი გავლენიანი მედია გამოცემა ეწვევა. დაგეგმილი არის სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა, პრესა და მედია ტურები, რაც საშუალებას მოგცემს, რომ გავზადოთ ტურისტული ნაკადები, აქტიურად წარმოაჩინოთ ჩვენი რეგიონი. ჩვენი კომპანიისთვის იტალია არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ბაზარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაზე და დაინტერესება ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი. უცხოელი ვიზიტორების ყურადღება საქართველოს ღირსშესანიშნაობების გარდა ქართულმა ღვინომ და ტკბილეულმაც მიიქცია. ფანტასტიკური ღვინო გაქვთ, რომ გავსინჯე შევიგრძენი საქართველოს კულტურა და ეს გემო არასდროს დამოიწყდება. ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ტრადიციული ღვინით, კერძებით და ბუნებით. რამდენიმე დღის წინ ქართული მეღვინეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს თიხის ლამაზ ჭურჭელში. ძალიან დავინტერესდი ქართული ღვინით, საქართველოთი და ამ გამოფენაზე ვიპოვე. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ. ღვინო მიყვარს და არასდროს დამიგემოვნებია ასეთი კარგი და უნიკალური ღვინო. ვაპირებ ვესტუმრო თქვენს ქვეყანას. ბიტ მილანო უკვე 45 წელზე მეტია რაც სტარდება. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40,000 სტუმარი ყავს. ღონისძიება 9 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდება. ბაკურიანი 2025 დღე მეორე, რომელიც ქართველი სპორტსმენებისთვის კვლავ წარუმატებელი გამოდგა. გიგანტურ სლალომში ბიჭების კვალდაკვალ ვერც გოგო მოთხილამურეებმა შეძლეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ევროპის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ტრადიციულად ზამთრის სახეობებში წამყვანმა ქვეყნებმა გაიბრძინეს. ოქროს შვეიცარიელი სპორტსმენი დაეუფლა. ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ქართულ სპორტსმენებს მედლის მოპოვების შანსი ხვალაც აქვთ. ბათუმის ყინულის მოედანზე ინდივიდუალურ პროგრამაში მოციგურავე ინგა გურგენიძე გამოვა. სულ ოლიმპიურ ფესტივალში 8 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიების დახურვის ცერემონიალი კი 16 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის უკვე მეორე დღეა ბაკურიანში დიდი სანახაობა მიმდინარეობს. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ მე-17 ოლიმპიადაზე დღეს სპორტის არაერთ სახეობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით გიგანტურ სლალომში ორმა სპორტსმენმა ნელი უსტიმენკომ და ანასტასია მირიანაშვილმა იასპარეზეს. თავიდან ძალიან ვინერვიულე, იმიტომ რომ მოყინული იყო ტრასა და შევესწავლე, მაგაზე არ მეფიქრა. თან ცოტა ტრამვის გამოცადა მეშინოდა და ტრენერები ძალიან დამეხმარნენ, ყოველ მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან მომხმარებდნენ და ფიქრობ, რომ პირველი ცდისთვის, პირველი საერთაშორისო შეჯიბრისთვის ცუდი არ იყო. მე ძალიან გამიხარდა ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ტრამვის გამო შეიძლება საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტრასა ძალიან კარგი იყო, სასიაოდ კარგი იყო, ამიდით შესაფერისი. კონკურენცია ძალიან დიდი იყო, უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. და შემდეგში ეს გამოცდილება რა თქმა უნდა დაგვეხმარება. სამთო მოთხილამურეებმა ტურნირზე 47 და 50 ადგილები დაიკავეს. შეჯიბრების გამარჯვებული შვეიცარელი ლარა ბიანკი გახდა. აქამდე ამ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი ირაკლი ხერგიანმა დააფიქსირა. ქართველმა მოთხილამურემ შეჯიბრი 43 ადგილზე დაასრულა. ეს იყო პირველი გამოცდილება ჩვენი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებაზე და მსგავს დიდ შეჯიბრებაზე. ცოტა სტრესული იყო მათთვის, რადგან პირველი შეჯიბრი იყო, მაგრამ საერთო ჯამში ნორმალური გამოსვლა იყო. დამაკმაყოფილებელი შედეგი იყო, იმიტომ რომ გავეთ 53 ადგილზე, თუმცა შეიძლებოდა ამათი მდგომარეობიდან გამომდინარე გულისხმობ იმას, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში იყვნენ, აქ ბაკურიანში ჩვენ მქონდა შეკრებები და ბიჭებს უბრალოდ ცოტა დაძაბული მდგომარეობა ჰქონდათ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა იყო დიდი, რადგან საქართველოში ტარდებოდა ეს შეჯიბრება. ხვალ ოლიმპიურ ფესტივალში კიდევ ერთი ქართველი ჩაებმება. ინგა გურგენიძე ბათუმის ყინულის მოედანზე ფიგურულ სრიალში პირველობისთვის იბრძოლებს. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება. ტურნირში 45 ქვეყნის 1000-მდე ათლეტი მონაწილეობს. ეს იყო დღევანდელი დღე 11 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. ახლა კი ხაზია ბაკურიანი და ლაშა დვალიშვილის ზამთრის ოლიმპიური დღიურით. ჩვენ კი დღეს ამ თვას ვსწრებთ მუშაობას, ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.
სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაყურებლებს, მოგესალმებით უკვე მეორე დღეა ბაკურიანიდან ჩვენ ვაშუქებთ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელიც აქ მიმდინარეობს და რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალას, ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და მეორე დღის მეორე საშეჯიბრო დღის შესახებ ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, თუმცა იქამდე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან დეტალზე და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლზე, როდესაც ტარდება მსგავსი მასშტაბის და რანგის ღონისძიება, ბუნებრივია ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, თუმცა მე მაინც მინდა გამოვყო რამდენიმე მათგანი ჩვენ წინა გამოშვებებში აქცენტს ვაკეთებდით სამედიცინო რგოლის გამართულ მუშაობაზე და დღეს მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, რაც ეხება უსაფრთხოებას და დღეს ჩვენი დღიური სტუმარი იქნება თორნიკე ლოლაძე, ოლიმპიური ფესტივალის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და შეგნებულად დავიწყეთ ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე დღე არის დარჩენილი ოლიმპიური ფესტივალის დასრულებამდე და ბუნებრივია აი ამ მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა აქცენტი გავაკეთოთ, მით უფრო რომ თქვენ იცით რომ 2000-მდე სტუმარია ჩამოსული ბაკურიანში და შესაბამისად მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი სპორტსმენების უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია მსგავსი რანგის ტურნირებზე. თორნიკე, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და მინდა კითხო, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოთი და უცხოელების შეფასება როგორ არის თქვენს მიერ გაწეული სამუშაოების ირგვლივ? პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანესი ფესტივალის დაწყებას ქვეყნისთვის. ჯერჯერობით ადრე იმაზე საუბარი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი დელეგაციები რაც გვეთქვიან, ხვალ მაგ პირველ რიგში ხვდა რუმინელ დამკვირვებლებთან, რომლთაც წავა შემდეგ ეს ფესტივალი, მაგრამ უსაფრთხოებაზე მუშაობა დაიწყო ძალიან ადრე, რამდენიმე თვით ადრე არა, ერთი წლით ადრე მინიმუმ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ურთიერთობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ძალიან მჭიდროდ მუშაობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ასევე სამედიცინოსთან გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა. გავაკეთეთ რისკის შეფასებები და ვეცადეთ რომ მაქსიმალურად კომფორტი შევექმნა ორივე განხრისთვის, ანუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ დისკომფორტი არ ქონოდათ მათ და ასევე ჩამოსული დელეგაციებისთვის, რომ მათ არ ეგზნოთ თავი რამე საფრთხის და ეგზნოთ თავი უსაფრთხოდ. ჯერჯერობით ყველაფერი არის ისე როგორც იყო დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ ესეც გაგრძელდება, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში გვაქვს კომუნიკაცია როგორც საპატრულოსთან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან, შესაბამისად ყველაფერი არის წესრიგში. კი ბატონო, და რო დავაზუსტოთ ეხლა, როდესაც ბაკურიანში დადიხარ აი ამ კორპუსებზე, სადაც ცხოვრობენ დელეგაციები, ყველგან თავიანთი ქვეყნის დროშები აქვთ გადმოფენილი და ესეც ერთგვარი რაღაცა განწყობას ქმნის აბსოლუტურად სხვანაირს, რაღაც ამდენი დროშა, ამდენი ქვეყნის წარმომადგენელი. ანუ უბრალოდ რო კიდევ ერთხელ განცეთ ამაზე პასუხი, ყველგან სადაც ცხოვრობენ სპორტსმენები და დელეგაციები, იქ უსაფრთხოების ზონები არის მაქსიმალურად დაცული. ყველგან ფიზიკური ძალაც არის 24 საათის განმავლობაში, ასევე გვაქვს კამერით უყურებთ შესასვლელებს და გამოსასვლელებს. შესაბამისად მათ აქვთ ის სივრცეც, რომ იყვნენ თავისუფლები თავის სართულებზე და თავის ბინებში, მაგრამ ასევე გრძნობთ თავს დაცულად, რადგან მთავარ ცენტრალურ შესასვლელში ჩვენ გვაქვს 24 საათიანი დაცვა და დიდი მადლობა ამისთვის დაცვის პოლიციის სამსახურს, რომელიც ჩვენ გვეხმარება მათ უსაფრთხოდ ყოფნაში. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე, მე ეს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთ უმთავრეს და უპასუხისმგებლეს რგოლს ხელმძღვანელობდა ძალიან რთულია ალბათ, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და შესაბამისად მინდა წარმატება გისურვო და კარგად ჩაგემთავრებინოს ეს ოლიმპიური თამაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, დიდი მადლობა ბაკურიანელებს პირველ რიგში რომ ესე გაგვიგეს და ესე გვეხმარებიან. დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ყველა დეპარტამენტი, ყველა დანაყოფი ჩართული ამ პროცესში და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს და ძალიან მნიშვნელოვან პროექტს საქართველოსთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები კიდევ ერთხელ თორნიკე ლოლაძე, ოლიმპიური ფესტივალის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ეს შეგნებულად მოვიწვიეთ იგი სტუმრად გამომდინარე იქიდან რომ ერთ-ერთი უმთავრესი რგოლია სამედიცინოს შემდეგ და ბუნებრივია ყველაფერი, როდესაც ამ მასშტაბის ღონისძიებაზეა საუბარი, ყველაფერი ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს ორგანიზებული და ასეც არის უკმაყოფილება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არავინ არ გამოთქვამს. ჩვენ ვისაუბრეთ თორნიკესთან ერთად განწყობის შესახებ, განწყობა რომელიც უფებს ბაკურიანში მართლაც საოცარი
მყარია და ალბათ კადრებიდანაც ხედავთ იგივე ეს დროშები, რომელიც ალამაზებს კიდევ აი ამ თეთრ ფონზე დათოვლილ ბაკურიანს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების დროშები და ეს განწყობა სხვათა შორის სუფევს არა მარტო გამოიხატება არა მარტო დროშების გადმოფენით, არამედ სუფევს თლიანად მთელ ბაკურიანში განსაკუთრებით სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილას და აქვე აუცილებლად მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო კომენტარები ჩვენი სტუმრების ბაკურიანში მყოფი სტუმრების და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მგონია რომ ტრასა ძალიან კარგია. თოვლი უცვლელი რჩება მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი ხალხია. ეს შესანიშნავი ტრასაა, ჯერ დაქანება, შემდეგ კი ბრტყელი ნაწილი. ვფიქრობ, რომ მართლაც შესანიშნავია. როგორ მოგწონს ბაკურიანი? ატმოსფერო ძალიან სასიამოვნოა, ხალხი კი კეთილგანწყობილი. Very kind. Yeah. Yeah. დიახ, სხვაებიც იგივეს ფიქრობენ. ძალიან კეთილი ადამიანები, შესანიშნავი დაქანება და შესანიშნავი ტრასა. ორგანიზება ძალიან კარგია. დიდი მადლობა. ჩემთვისაც ასეა, აქაურობა მართლაც ულამაზესია. აი ზუსტად ასეთი განწყობა აბსოლუტურად ყველა დელეგაციაში ჩვენ დღეს შემოგთავაზეთ ეს მცირე ამონარიდი იმ შტაბ-ეჭდილებებისა რომელიც მოახდინა ბაკურიანმა ზოგადად ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობამ ჩვენ სტუმრებზე, თუმცა ეხლა მინდა ერთ ძალიან საინტერესო და სახალისო დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, დეტალი რომელიც ასევე ეხება განწყობას. მინდა გითხრათ რომ ბაკურიანში ერთ-ერთი აი ამ ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურა არის ძაღლი ჟოლო, რომელიც უყვარს აბსოლუტურად ყველას, ვინც კი იმყოფება ბაკურიანში, ბავშვებიდან დაწყებული, დიდებით დამთავრებული. მოკლედ ჟოლოს აბსოლუტურად არააგრესიული, ძალიან კეთილგანწყობილი ჩვენი ოთხფეხა მეგობარია და მუდმივად არის ყურადღების ცენტრში. მთავარი ის არის, რომ ჟოლოს გააჩნია თავისი აკრედიტაცია, რომლის საშუალებითაც მას აქვს სრული უფლება შევიდეს ნებისმიერ ადგილას, ანუ სრული თავისუფლება გააჩნია ჟოლოს და შესაბამისად ამით სარგებლობს, რასაკვირველია ეს ხუმრობი, თუმცა სარგებლობს გარკვეულ მონაკვეთზე და განსაკუთრებით იქ, სადაც ხალხმრავლობაა და სადაც ბავშვები არიან. ყველას დიდი პოპულარობით გამოირჩევა. ფაქტიურად ყველა იმას მეუბნება, რომ ჩვენი შეჯიბრის სიმბოლო არის ჟოლო. ყველას ართობს, უხარიათ, მოდიან, ეფერებიან, ეთამაშებიან, რაღაცა განტვირთვის ერთ-ერთი ეს არის. რა ქვია მაგას? დიდი სია. მე მგონი თქვენი მიკროფონიც ბურთი გონია, ჟოლეკ არ არის ბურთი. არა, არ შეიძლება, არა. ბავშვებთანაც რაღაცა ისეთი. კი, ყველასთან თამაშობს. აი, მოვიდნენ ბავშვებიც. ბავშვებთანაც თამაშობს, ძაღლებთანაც თამაშობს, ყველასთან თამაშობს, ყველა უყვარს და რა ვიცი, მე მგონი კარგი ძაღლია და ყველას დიდ ბედნიერებას გურის. ნუცა მე მგონი ყველაზე ძლიერი აკრედიტაცია ჟოლოსაა. კი, ძალიან სასაცილოა ჩვენმა თანამშრომლებმა, არ შეიძლება, ეგ არ არის ბურთი. ეს არის აკრედიტაცია ჟოლოსის, რითიც შეუძლია ყველა სივრცეში შევიდეს. არსად არ აქვს შეზღუდვა და დიდი მადლობა ამისთვის. მოკლედ აი ასეთია ჟოლოს ისტორია ძაღლის, რომელიც ყველას უყვარს და რომელსაც ყველა უყვარს, ვინც კი ბაკურიანში, ამ წუთისათვის ბაკურიანში იმყოფება. თუ კი ჟოლოს ხილვის სურვილი გაგიჩნდება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ დიდველის ტრასაზე და იქ აუცილებლად დაგხვდებათ და გიმასპინძლებთ. ახლა კი მინდა გადავიდეთ დღევანდელ შეჯიბრებაზე, დღევანდელ დღეზე და წმინდა სპორტული კუთხით შევაფასოთ. დღევანდელი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ორი ქართველი მოთხილამურე გამოდიოდა გიგანტურ სლალომში 74 მონაწილედან შედარებით კარგი შედეგი ვაჩვენეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აი იგივე ამ 74 მონაწილეში 50-ში შევიდა ანასტასია მირიანაშვილი, ჩვენი მოთხილამურე, რომელსაც ეს აუცილებლად ხაზგასმელია ოლიმპიადის დაწყებამდე ჰქონდა ძალიან დიდი ტრავმა, ძალიან მძიმე ტრავმა მუხლის, თუმცა მიუხედავად ამისა ანასტასია მაინც დადო ის შედეგი, რაც რეალურად მისთვის და ქართული დელეგაციისთვის მისაღები იყო. მის ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გამოსვლა საერთოდ ოლიმპიურ ფესტივალზე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. რასაკვირველია, შედეგი მათ სურდათ და ჩვენც გვსურდა, რომ გაცილებით უფრო მაღალი ყოფილიყო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც არის დღეს ჩვენმა გოგოებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება.
მე ძალიან გამიხარდა ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ტრავმის გამო შეიძლება საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და მაგიტომ ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უფრო დავრწმუნდი ჩემ თავში, თავიდან ძალიან ვინერვიულე, იმიტომ რომ მოყინული იყო ტრასა და შევესწავლე, მაგაზე არ მეფიქრა. თან ცოტა ტრავმის გამოცდა მეშინოდა და ტრენერები ძალიან დამეხმარნენ, ყოველ მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან მომხმარებდნენ და ვფიქრობ, რომ პირველი ცდისთვის, ანუ პირველი საერთაშორისო შეჯიბრისთვის ცუდი არ იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთესი შემეძლო და შევეცდები, რომ მომავალ შეჯიბრებებზე უკეთესი დრო დავდო და ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარება. საქართველოს გუნდმა საკმაოდ კარგად იასპარეზა და ჩვენც მაქსიმალურად გავაკეთეთ, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოგვეჩინა. ტრასა ძალიან კარგი იყო, სასიაოდ კარგი იყო, ამიდით შესაფერისი. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოჩნით, მაგრამ გული წყდება, იმიტომ რომ მეტი შეგვეძლო რა. ცოტა ეს პირველი გამოცდილება მივიღეთ და ცოტა ნერვიულობდით. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ჩვენმა გოგონებმა, ჩვენმა მოთხილამურეებმა მიიღეს ძალიან დიდი გამოცდილება და მათ კიდევ ექნებათ უამრავი შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი შედეგები გააუმჯობესონ. ახლა კი მინდა ვისაუბრო ხვალინდელ დღეზე, ხვალ ბაკურიანში ქართველი სპორტსმენები არ იასპარეზებენ, ამიტომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართული იქნება ბათუმისკენ, სადაც ახლა დაშენებულ საციგურაო დარბაზში გამოვა ინგა გურგენიძე, რომელზეც ქართული დელეგაცია ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და წარმატება მინდა უსურვო მას და ნელა დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა გითხრათ კიდევ ერთი სიახლის შესახებ. ესეც ერთგვარი ხაზგასმა ამ ოლიმპიადის ფესტივალის ირგვლივ არსებული მნიშვნელობისა. დღეს საქართველოს პოსტამ გამოუშვა მარკა სპეციალურად მიძღვნილი ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალისადმი და თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გიჩვენეთ პრეზენტაცია, როდესაც სპეციალურად მოიჭრა მედალიონები ოლიმპიური ფესტივალისთვის, ახლა კი უკვე საქართველოს პოსტამ გამოუშვა მარკა და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს პოსტას, ეკონომიკის სამინისტროს, იცით რომ ასევე ეროვნულმა ბანკმა მოჭრა მონეტა სპეციალურად ბაკურიანი 2025-ისთვის და ასევე გამოვიდა საფოსტო მარკა, სადაც 8 სახეობაა წარმოდგენილი და ძალიან ლამაზი არის და მე დარწმუნებული ვარ, ესაც განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს კოლექციონერთა შორის და გამოიყენებს ჩვენი მოსახლეობა. მოკლედ, მე უკვე უნდა დაგემშვიდობოთ, ასეთი იყო დღევანდელი დღე ბაკურიანში. ჩვენ ხვალ ტრადიციულად 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ ტრადიციულად ბაკურიანიდან შევხვდებით და ბუნებრივია ვისაუბრებთ უკვე ხვალინდელი დღის შეჯამებაზე. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, გემშვიდობებით. ხვალამდე ვფიქრობ, რომ ხვალ არანაკლებ საინტერესო გადაცემას შემოგთავაზებთ.